მთავარი იდეა. შემოსავალი არ არის სიმდიდრე. წიგნის მთავარი ლაიტმოტივი მარტივია. ის, რომ ადამიანს აქვს მაღალი შემოსავალი, არ ნიშნავს, რომ ის მდიდარია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობას აქვს მცდარი წარმოდგენა სიმდიდრეზე. ჩვენ მილიონერებად მივიჩნევთ მათ, ვისაც ძვირადღირებული მანქანები, ბრენდული ტანსაცმელი და დიდი სახლები აქვთ. თუმცა სტატისტიკურად ამერიკელი მილიონერების უმეტესობა ცხოვრობს საშუალო კლასის უბნებში, მართავს მეორად მანქანებს და იშვიათად ყიდულობს ძვირადღირებულ კოსტიუმებს. სიმდიდრე არის ის, რასაც აგროვებ და არა ის, რასაც ხარჯავ. PAW და UAW. როგორი ტიპი ხართ თქვენ? ავტორები ადამიანებს ყოფენ ორ ძირითად კატეგორიად ფინანსური ქცევის მიხედვით. PAW – სიმდიდრის საოცარი დამგროვებელი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი წმინდა ღირებულება, net worth, თავიანთ შემოსავალთან და ასაკთან შედარებით. ისინი არიან ნამდვილი მეზობელი მილიონერები. UAW – სიმდიდრის არასაკმარისი დამგროვებელი. ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ძალიან მაღალი შემოსავალი, მაგალითად ექიმები, ადვოკატები, თუმცა ხარჯავენ თითქმის ყველაფერს სტატუსის შესანარჩუნებლად. მათ აქვთ დაბალი წმინდა ღირებულება. სიმდიდრის ფორმულა. ავტორები გვთავაზობენ ფორმულას იმის დასადგენად, თუ სად უნდა იყოთ ფინანსურად თქვენ სასაკში. თუ თქვენი ქონება ამ რიცხვზე მეტია, თქვენ PAW ხართ, თუ ნაკლები UAW. მაგალითად, თუ ხართ 40 წლის და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალია $50,000, თქვენი წმინდა ქონება, ყველა აქტივს მინუს ვალები, უნდა იყოს მინიმუმ $200,000. 7 ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმდიდრეს. ავტორებმა გამოყვეს 7 საერთო თვისება, რომელიც ახასიათებთ იმ ადამიანებს, ვინც წარმატებით დააგროვა სიმდიდრე. ცხოვრობენ შემოსავალზე ნაკლების ხარჯვით. ეს არის ფუნდამენტური წესი. ისინი არიან მომჭირნეები და არა ხელგაშლილები. ისინი ადგენენ ბიუჯეტს და აკონტროლებენ ხარჯებს. ეფექტურად ანაწილებენ დროს, ენერგიას და ფულს. PAW-ები დიდ დროს უთმობენ ფინანსების დაგეგმვას და ინვესტირებას. UAW-ები დროს ხარჯავენ სტატუსის ძიებაში და შფოთვაზე. ფინანსური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი სოციალური სტატუსის გამოჩენა. მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ ფული ბანკში, ვიდრე ატარებდნენ ძვირადღირებულ საათს. მიშნის მშობლები არ უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ ამბულატორიულ მკურნალობას, EOC. ეს ტერმინი გულისხმობს